გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტის თანახმად EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხადავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ EUTO ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები. შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმების მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, კარუსელებისა და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ არსებული ცნობებით. გაგიჟდები კაცი, რა სიჯიუტით აგრძელებენ ეს უსუსურები. დიახ, არ მომერინდება ამ სიტყვის. უსუსურები ჩვენთან ბრძოლას. მიიღეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილებითაა გატენილი. დამავიწყდა მე თქვა, რომ ამ პროექტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. კი მეტყვით, რატომ ვიშლი ნერვებს? ისევ რატომ ვახმოვანებ ნაცების მიერ დაფინანსებულ ლობისტ ჯო უილსონს? იქნებ რამე სხვაზე გველაპარაკავ. დიახ, სრულიად მართლები იქნებით, მეგობრებო. ასე თუ მეტყვით, მაგრამ მეც მაქვს თმენის წითელი ხაზები. ის რა ჩვენ მიმართ ხდება, ხშირ შემთხვევაში სიცილისა და დაცინვის გარდა არაფერს იწვევს ჩემში, მაგრამ ზოგჯერ უკვე მეც ვეღარ უძლებ ამ იდიოტიზმის ტალღებს. ხომ ხედავ არ გვეშვებიან და არც მოგვეშვებიან, რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ. მათ აქ თავიანთი ხელის ბიჭები სჭირდებათ. რის სჭირდებათ? იმისთვის, რომ ამ ხელის ბიჭებმა მათი დავალებები შეასრულონ, არ მისცენ საქართველოს განვითარებას საშუალება. ახლა უილსონზე არ მაქვს ლაპარაკი, უილსონი პროსტრაციაშია. პროსტრაციიდან ის გამოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაცები ქისის აჩხარუნებას იწყებენ. მაგრამ ახლა უილსონი არაა საინტერესო. მე EUTO-ელებზე მაქვს ლაპარაკი. მათ განვითარებული, დამოუკიდებელი, წარმატებული საქართველო არ სჭირდებათ და ეს გასაგებიცაა. ისინი თავიანთი ინტერესებიდან გამოდიან. დიახ, ამდენი ხანი ისინი მართავდნენ ჩვენს ქვეყანას და უცებ როდესაც ჩვენ მათ დავეხსენით, გაბრაზდნენ და სურთ, რომ ისევ დაგვაბრუნონ საკუთარი წნეხის ქვეშ. ხო და გვითხრიან ძირს. უბრალოდ ცდილობენ ძირი გამოგვითხრონ და ყველა ხერხს მიმართავენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. რა საზიზღარი რამაა რეალური პოლიტიკა, მეგობრებო. ყველაფერს რომ იკადრებს პოლიტიკოსი, ოღონ თავისი მდაბიო ინსტინქტები დაიკმაყოფილოს. ნებისმიერ ტყუილზეა წამსვლელი და მიდის კიდეც. აბა, როდესაც სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ახლა გამოცხადებულია როგორც ყველაზე ევროპული ლიდერი ჩვენს რეგიონში, ეს როგორაა? და ეს ევროპული ლიდერი მიდის რუსეთში, რათა იქ რუსეთის პრემიერ მიშუსტინს შეხვდეს. მაგრამ ევროპულობას ის მაინც არ კარგავს. ის მაინც ყველაზე პროევროპელია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერთან ერთად მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ბაზაა განლაგებული. რუსული ბაზა, რომელიც ალბათ უკვე პროევროპული ბაზაა და ის თავის ტერიტორიაზე მხოლოდ სტაფილოსა და ბოლოკის შეჯვარებითაა დაკავებული. ის ხომ წარმოგიდგენიათ ირაკლი კობახიძე რომ წასულიყო რუსეთში მიშუსტინთან შესახვედრად. თქვენ თუ შეგიძლიათ ამის წარმოადგენა, არ ვიცი, მე ვერ წარმოვიდგენ. ეს იქნებოდა გოეთეზე უფრო ძლიერი შტუკა, როგორც ეს სტალინმა გორკის მოთხრობაზე გოგონა და სიკვდილი თქვა. ალბათ მთელი ოპოზიციური სპექტრი ყურებზე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაივლიდა რუსთავაზე და წარმომიდგენია ეს სვლა რაოდენ ისტერიული იქნებოდა. და რა რეზოლუციას გამოიტანდა EUTO, ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევრომაიდანი ვერც კი წარმოვიდგენ. თვით დიდი რესპუბლიკელი ჯო უილსონი ალბათ წითელ მოედანზე კი არა,
თეთრი სახლის წინ გადაისხავდა ბენზინს პროტესტის ნიშნად. ხო, მხოლოდ გადაისხავდა, მეტი არაფერი. საქართველოს მეთაურს კი სამუდამოდ ანათემას გადასცემდნენ და ეტყოდნენ «Дзезне манера хайтаракумен республика». ანუ такие как вы позорят республику. მე მიყვარს ჰორორი და ექშენი და რაღაც მომენტში კი ვინატრე რომ ერთი თვალით დამანახა მთელი ეს სეირი კობახიძეს რომ იგივე გაეკეთებინა რაც ფაშინიანმა ქნა. მაგრამ მე ვთქვი მე კი მიყვარს ჰორორი, მაგრამ კობახიძეს ალბათ არ უყვარს და რას ვერჩი მეთქე. მის ცხოვრებას კიდევ ჰორორი აკლია. თუმცა ჩემი აზრით რუსეთთან დალაპარაკება ადრე თუ გვიან მაინც გახდება საჭირო. სხვანაირად როგორ უნდა დაალაგდეს სიტუაცია არ ვიცი. ერთი ჩემი განაცებული ახლობელი დიდი სიამოვნებით ელოდება და უწინასწარ მეტყველებს რუსეთს დაშლას და მას ტაშს უკრავენ მისი ოჯახის წევრები. არ დაუკრავენ და ალბათ ლუკმოპურს არ გაუყოფს ისეთი დესპოტია. დიახ, მას გონია რომ რუსეთის დანგრევით ის კარგად გახდება. მე თავის დროზე რომ უთხარი რუსეთთან ადრე თუ გვიან დალაპარაკება იქნება მეთქი საჭირო შარლიდან ამოხდა შეშფოთებისგან. იმის მერე მგონი უშარლოდ დარბის. მაგრამ ფაშინიანისთვის კი რუსეთთან დალაპარაკება და ვიზიტი ხსნილია. საინტერესოა რას იტყვის ეუთო ფაშინიანის ვიზიტის შესახებ. რას იტყვის და არაფერს. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.